გამარჯობა, მე კვანცა ვარ, თეოლოგი და მსოფლიო რელიგიის მკვლევარი, ეს კი ჩემი YouTube არხია რელიგიის ქრონიკები. დღეიდან ამ არხზე ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია დაგხვდებათ, ამიტომ აუცილებლად გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო და კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი აზრი. მე კი მოგიყვებით ძალიან ბევრ საინტერესო ამბავს სხვადასხვა რელიგიის შესახებ, გაგიზიარებთ ჩემს 10 წლიან გამოცდილებას და კვლევებს და იმედი მაქვს, რომ თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნება ეს ყოველივე. ზოგადად კი YouTube-ის გაკეთება გადავწყვიტე იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ ენაზე გვაქვს ძალიან მწირი ინფორმაცია მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა რელიგიაზე და მინდა რელიგიით დაინტერესებულ ადამიანებს მოგიყვეთ ყველაფერი, რაც ვიცი მსოფლიოში არსებულ რელიგიებს. ამ არხზე ვისაუბრებთ როგორც მკვდარ, ანუ დასრულებულ და შეწყვეტილ რელიგიებზე, ასევე ცოცხალ, ანუ დღესაც მოქმედ რელიგიებზე. მოგიყვებით ყველა იმ ინფორმაციას, რასაც მე ვფლობ, ასევე რელიგიის კავშირს პოლიტიკასთან და ისტორიასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ ეს არხი ბევრი ადამიანისთვის საყვარელი არხი გახდება. დღეს კი ვისაუბრებთ ქრისტიანული რელიგიის საწყის ეტაპზე, ანუ ქრისტიანული რელიგიის 7 საიდუმლოდან პირველზე ნათლობაზე. ნათლობა არის საწყისი ეტაპი ქრისტიანობაში და ადამიანებისათვის მხოლოდ ამ რიტუალის შემდგომ იღება ქრისტიანული სარწმუნოების კარი. რა არის ნათლობა? რამდენნაირი ნათლობა არსებობს და როგორ სრულდება ეს რიტუალი? ქრისტიანული რელიგიის თანახმად ადამიანი, რომელიც არ არის მონათლული, ის ვერ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს, ანუ ვერ მოხდება სამოთხეში, ამიტომ ქრისტიანებისთვის ნათლობის რიტუალი ძალიან მნიშვნელოვანია. საუკუნეების წინ ადამიანები ინათლებოდნენ ზრდასრულ ასაკში, თუმცა დღესდღეობით ეს ასე არ ხდება და დამკვიდრებული პრაქტიკა ბავშვის შვილობაშივე მონათლა. თუმცა ნათლობა თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ სამოთხის ადგილი გარანტირებული გვაქვს. ნათლობა არის ახალი აღთქმისეული რიტუალი და მას სათავე ქრისტეს ნათლობამ დაუდო, როდესაც მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემელმა მონათლა იესო ქრისტე. მას შემდეგ ადამიანები ინათლებიან წყლით და სულიწმინდის მადლით. ეს ყოველივე გამოხატავს სულიერ დაბადების საწყის და გზას ღვთისკენ, როგორც წერილშია ნათქვამი, ვინც მოინათლება და ირწმუნობს, ცხონდეს. მარკოზი 16:16. მონათლულ ადამიანს ეძლევა საშუალება მიიღოს სხვადასხვა საეკლესიო რიტუალებში მონაწილეობა. აქვე გეტყვით, რომ ვინც არაა მონათლული, მას კათაკმეველი ეწოდება და ასეთ ადამიანს, ანუ კათაკმეველს არ აქვს უფლება საეკლესიო რიტუალებში მონაწილეობის მიღების. მას აქვს მხოლოდ ლიტურგიის გარკვეულ ნაწილზე დასწრების უფლება, ხოლო როცა მღვდელი წარმოთქვამს სიტყვებს კათაკმეველო განვედით, მან უნდა დატოვოს ტაძარი. აუცილებელია ყველა ადამიანი მოინათლოს სამღვდელო სასულიერო პირის მიერ, თუმცა არსებობს გამონაკლის შემთხვევები, რაც ძალიან ხშირი იყო პირველ საუკუნეებში. თუმცა დღესაც გვაქვს მსგავსი პრაქტიკა, ვთქვათ, როდესაც ადგილმდებარეობის გამო ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, ვთქვათ, როდესაც ადამიანი არის მომაკვდავი და ვერ ხდება მისთვის მღვდლის სასწრაფოდ მოყვანა, რომ იგი მონათლოს, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც თავად არის მონათლული, შეუძლია მონათლოს მომაკვდავი, არ აქვს მნიშვნელობა ეს ქალი იქნება თუ კაცი, მთავარი არის, რომ ადამიანი თავად იყოს მონათლული და ნათლობის ფორმულა სწორად იქნას წარმოთქმული. ახლა კი განვიხილოთ ნათლობის სხვადასხვა სახეები. დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული არის წყლით ნათლობა, თუმცა ჩვენ გვაქვს და ზოგადად ქრისტიანულ რელიგიაში გვხვდება ნათლობის 4 სახე და ესენია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში წყლით ნათლობა, მეორე სისხლით ნათლობა, მესამე ქვიშით ნათლობა და მეოთხე ჰაერით ნათლობა. პირველი, ანუ წყლით ნათლობა სრულდება მღვდლის მიერ. მღვდელი სამჯერ თაფლავს წყალში მოსანათლ ადამიანს, მამა ღმერთის, ძე ღმერთის და სულიწმინდის სახელით. ასევე სხებს მას მიროს. წყალი წმენს როგორც ადამიანის სხეულს, ასევე სულსაც. მართლმადიდებლური წესის თანახმად ახალმონათლურ ადამიანს უკვე ეძლევა საშუალება პირველი ზიარების. ზიარებით კი ჩვენ ვიღებთ სულიერ საზრდოს. ნათლობა არ არის მხოლოდ რიტუალი, არამედ შინაგანი გარდაქმნის საწყისი, ეს არის გზის პირველი ნაბიჯები ღვთისკენ და ღვთის სიყვარულისკენ. შემდგომ მოდის სისხლით ნათლობა. და რას ნიშნავს სისხლით ნათლობა? პირველ საუკუნეებში ქრისტიანების ნაწილი არა წყლით, არამედ საკუთარი სისხლით მოინათლნენ ქრისტეს ჯულის დაცვის გამო. მათ სიცოცხლეში ვერ მოასწრეს წყლით ნათლობა, მაგრამ იმდენად სწამდათ ქრისტესი და მისი ჯულის, რომ თავი გაწირეს მისთვის. დევნის და უამრავი წამების შემდგომ მაინც არ უარყვეს ყოველივე ეს.
ასეთ ადამიანებს ეკლესია სისხლით მონათლულებს უწოდებს. ქრისტეს უპირობო სიყვარულის გამო, მათთვის ეს გარდაცვალება ნათლობადაც იქცა. ისინი კი წმინდანებად არიან შერაცხულები. შემდეგი არის ქვიშით ნათლობა და რა არის ქვიშით ნათლობა. ადამიანები როგორც წყლით ინათლებიან, ასევე ინათლებიან გამონაკლის შემთხვევებში ქვიშითაც. ეს ეხებათ იმ ადამიანებს მაგალითად, რომლებიც იმყოფებიან უდაბნოში, ან სხვა ისეთ ადგილებში, სადაც წყალი არ არის ხელმისაწვდომი, ხოლო მათი ნათლობა ქვიშით ტარდება. ასეთ შემთხვევებში ადამიანებს ჯეროდათ იმის მიუხედავად, რომ მათი ნათლობა არა წყლით, არამედ ქვიშით მოხდა, მათ მაინც შეეძლოთ გადარჩენა ქრისტეს რწმენით და გულწრფელი სარწმუნოების გამოვლენით. ჰაერით ნათლობაც არის გამონაკლისი შემთხვევა, როგორც ქვიშით ნათლობა და ამ ნათლობების დროს მთავარია ნათლობის ფორმულა წარმოითქვა სწორად. ქვიშით ნათლობა და ჰაერით ნათლობა შეიძლება ჩაატაროს არასასულიერო პირმაც, მთავარია იგი თავად იყოს მონათლული და არ აქვს მნიშვნელობა ქალი იქნება ეს თუ კაცი. დღესაც სამწუხაროდ 21 საუკუნეში ძალიან ხშირი არის ჩვილი ბავშვების გარდაცვალება, ახალშობილი ბავშვების გარდაცვალება და ხშირად ეს ბავშვები არ არიან ხოლმე მონათლულები იმის გამო, რომ უბრალოდ არ გვაქვს შესაბამისი ცოდნა. ახლა გაგიზიარებთ ყოველივე იმას, რაც ასეთ დროს უნდა ვიცოდეთ. თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ მოვიყვანოთ მღვდელი, აუცილებლად უნდა მოხდეს მღვდლის მოყვანა, მაგრამ თუ არ არის ამის საშუალება, ნებისმიერმა მონათლულმა ადამიანმა შეიძლება მონათლოს ეს ბავშვი. მთავარი არის, რომ ნათლობის ფორმულა იქნა სწორად წარმოთქმული. ნათლობის ფორმულა კი წარმოადგენს შემდეგს. ნათელს იღებს მონა ღვთისა, ან მხევალი ღვთისა სახელი, სახელითა მამისათა ამინ, დაძისათა ამინ, დასულისა წმინდისათა ამინ. თუ არის შესაძლებელი, შეგვიძლია ვასხუროთ წყალიც, მაგრამ თუ ამის საშუალება არ გვაქვს, ბავშვი ითვლება ჰაერით მონათლულად. ასევე შესაძლებელი არის მოინათლოს ზრდასრული ადამიანი, რომელიც თქვათ არის მომაკვდავი და მას უნდა ნათლობა, კითხვაზეც უნდა თუ არა მას ნათლობა იგი თანახმა, ან თქვათ აგონიაშია, ვერ აზროვნებს და ჩვენ გვსმენია ოდესმე რომ მისგან რომ მას უნდა ნათლობა, მონათლა ქრისტიანული წესით, მისი მონათლა არის აუცილებელი. თუ არის იმისი საშუალება რომ მოვიყვანოთ მღვდელი, აუცილებლად უნდა მოხდეს მღვდლის მოყვანა, მაგრამ თუ ამის საშუალება ფიზიკურად არ არის, ნებისმიერ მონათლულ ადამიანს შეუძლია მისი მონათლა. თუ ადამიანი დაიღუპება, მღვდელი მას ჩვეულებრივად აუგებს წესს, რადგან ადამიანი მონათლულად არის, მონათლულად ჩაითვლება, ხოლო თუ იგი გადარჩა, მღვდელი დაასრულებს უკვე მის ნათლობას და შემდეგ უკვე შეიძლება მისი ზიარებაც. სამწუხაროდ ხშირად ჩვენს თვალწინ იღუპებიან ადამიანები და ჩვენ არ ვიცით ასეთ დროს რა გავაკეთოთ. უმეტეს შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში, სადაც ქრისტიანული ქვეყნები ადამიანები მონათლულები არიან, თუმცა მცირეა ხოლმე იმის შანსი, რომ ზრდასრულ ასაკში ადამიანი არ იყოს მონათლული. ასეთ დროს თუ ისინი თანახმარიან არიან, ან მათ უნდათ ნათლობა, უკვე ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. ჩემი აზრით ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მუშაობს ან აქვს ისეთი სამსახური, სადაც ხშირად უწევს მომაკვდავ ადამიანებთან კომუნიკაცია, ეს ყოველივე უნდა იცოდეს. ეს ალბათ არიან ექიმები, პოლიციელები, ჯარისკაცები, პალიატიურ ჰოსპისში მომუშავე ადამიანები და ვთვლი, რომ ამ ადამიანებს შეუძლია მომაკვდავ ადამიანებს ოდნავ მაინც შეუმსუბუქონ ის რაღაცა სულიერი ტკივილი, რასაც განიცდიან და ნათლობის სახითაც მოჰგვარონ მათ სიმშვიდე. დღეისათვის კი სულ ეს იყო. მადლობა რომ დარჩით ვიდეოს ბოლომდე. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ვიდეო, კომენტარებში გაგვიზიაროთ თქვენი აზრი. წინ კი ბევრი საინტერესო ვიდეო გელოდებათ. მადლობა ყურებისთვის კიდევ ერთხელ და წარმატებულ კვირას გისურვებთ.